იცით რა იმდენი უკვე ითქვა, რამდენად პრობლემურია ეს საკითხი არ განმეორდებით, რომ ყველაფერი აი განსაკუთრებით რაც წინა გამომსვლელმა ისაუბრა, გვეხება კონსერვატორიასაც და კი განმეორებაც ოდნის დედამ რამდენი განმეორებაც არ ვარგა. მე ერთადერთი რაც შემიძლია მოგიყვეთ მუსიკალური სფერო იყო ის სფერო, რომელიც კიდევ ერთი ასეთი რეფორმის შედეგად დაზარალდა. აი 2000-იან წლებში ჩატარდა ინანა დამემოწმება ესეთი რეფორმა, სადაც რაღაც ადამიანთა მცირე ნაწილმა გადაწყვიტა, რომ შეუძლია განსაზღვროს სფეროს მომავალი და ამის შედეგად გაუქმდა საშუალო რგოლი, გაუქმდა ტექნიკუმები, რომელიც ამარაგებდა სპეციალისტებით რეგიონებს და აი 10 წლეულების მერე ჩვენ ვიმკით შედეგს. რეგიონებში ყავს ხანდაზმული მასწავლებლები, რომელთა ასაკი არის სადღაც საშუალო 70 წელი, არ მიდიან ახალგაზრდები იმისა იქ რომ ასწავლონ, იმიტომ რომ თვითონ არ აქვს შესაძლებლობა მაგალითად მიიღონ ეკვივალენტური მუსიკალური განათლება, რომელსაც ვთქვათ ანიჭებდა ტექნიკუმები. ამის შედეგია ის, რომ დღეს ჩვენ კონსერვატორიაში არაერთ პროგრამაზე გვაქვს აპლიკანტების სიმცირე მიღების და მაგალითად ნანა ასევე დამეთანხმება, რომ გვაქვს დეფიციტური ინსტრუმენტები, მაგალითად არ გვყავს კონტრაბასები, პრობლემურია მაგალითად ჩელოები. ეს ყველაფერი განაპირობა აი ესეთმა რეფორმამ, რომელიც ჩაატარეს მცირე რაოდენობის ადამიანებმა. ამიტომ მე ახლა გავიგეთ, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ ძალიან მომეწონა სიკოს სულისკვეთება, ჩვენ და ვიფიქროთ, რა უნდა გავაკეთოთ. და დაგვისახა რაღაცა რამდენიმე საინტერესო გამოთქვა მოსაზრება. მე პირველ რიგში მინდა მოგიწოდოთ სტუდენტებს. მართლა დიდი საშიშროების წინაშე ვდგავართ და მე მაგალითად ყოველთვის მიჭირს მოვუწოდო ახალგაზრდებს გამოვიდნენ რუსთაველზე. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ დღე იქ ვდგავარ, იმიტომ რომ მაინც საშიში სიტუაცია და სხვის შვილებზე საუბარი. აი აქ არ მეშინია და პირდაპირ მოგეწოდებთ. მეგობრებო, ახალგაზრდებს მოვუწოდებ განსაკუთრებით. თქვენი მომავალი დგას სერიოზული საშიშროების წინაშე. ამიტომ გაერთიანდეთ, მოსთხოვეთ თქვენს პროფესორებს, თქვენს რექტორებს პასუხი რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შევეწინააღმდეგოთ ამას. და რაც თავარია, აი მიბაძეთ ნინო დობროჯგინიძეს, მე მინდა მას მადლობა გადაუხადო საჯაროდ იმისათვის, რომ უპრეცედენტო რამ გააკეთა, გამოიტანა ინფორმაცია რექტორთა საბჭოსგან და ეს ქალბატონი რო არ ყოფილიყო, შეიძლებოდა ბევრი რამ არ გვცოდნოდა და ისეთივე რეფორმა განხორციელებულიყო, როგორც განხორციელდა ჩვენ სფეროში და მოგიწოდებთ ყველას აი პარაფრაზ გავაკეთებ ილიას სიტყვების, ილიას უნივერსიტეტში ვართ და პროტესტი და მხოლოდ პროტესტი არის ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი. ჩავეტიე 5 წუთში.